სამწუხაროდ მართლაც ახალ ბაზაში გადავდივართ ევროკავშირთან დაპირისპირების, რისი დამადასტურებელიც არის ბატონი კობახიძის ეს ღია წერილი, რომელიც თავისი შინაარსით არის აბსოლუტურად კონფრონტაციული. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად მაღალ ეშელონებში ამ წერილს საერთოდ არავინ არ წაიკითხავს და რაღაც შუარგულში გაჩერდება და არც მაგისტვის არის სინამდვილეში განკუთვნილი. მე როგორც უყურებ შინაარსიდან და ყველა ასე ვთქვათ ელემენტიდან გამომდინარე, მგონია, რომ ეს წერილი უფრო მეტად განკუთვნილია შიდა აუდიტორიისთვის, ქართული ოცნების კონტროლირებადი საზოგადოებისთვის, ან მათ კმაყოფაზე მყოფი საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მათი ტვინის გამორეცხვა, რომ ევროკავშირში ყველაფერი ცუდად არის და კითხვა, რომ აი გვიღირს განა ევროკავშირის წევრობა, ასეთი ევროკავშირის წევრობა, ну აი უფრო ამ ასე ვთქვათ, ნარატივის გავრცელებას ემსახურება. კი, რუსები ამას აკეთებენ დეკადების განმავლობაში. ვიდრე ის რომ ეს ხაზი გასაგები. ხო. თუმცა საინტერესო შემჩნევები ხა მე რაც და მე დავაკვირდი ინგლისურ ვერსიას, ხო, რომელიც წესით და რიგით ხო ეს ინგლისურად უნდა დაწორილი, ღია წერილია ამ ადამიანებთან მიმართებაში. ხო, და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართულ ენაზე ვერ მიმართა. ნამდვილად, სინამდვილეში რომ მე როგორც ინგლისური სპეციალისტი შემიძლია გადაჭრით თქვა, რომ ეს აიყო ქართული ვერსია არის პირველად დაწერილი, იმისთვის რომ კობახიძეს წაეკითხა და შემდეგ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის მათ შორის საშუალებით არის სწრაფად გადათარგმნილი და დაკიდებული პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის გვერდზე. და თუ შეხვალთ აქ საინტერესო რა არის, რომ ინგლისურ ვერსიაში არ არის მითითებული ასე ვთქვათ, აი ამ ადამიანების ადრესატების სტატუსები. ანუ ვინ არიან ეს ხალხი? ან საუბარია ბატონ ანტონიუზე, ქალბატონ ურსულაზე, ქალბატონ რობერტაზე და სხვადასხვა წერილშიც ასეთი მიმართვებია. ოღონდ თავისი ტიტული არ დავიწყებია ბატონ კობახიძეს, ანუ წერია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ კობახიძის წერილი, ოღონდ ვის წერილი, იქ არაფერი არ არის მითითებული. არ ვიცი, გამორჩათ თუ არ ვიცი სპეციალურად არის ეს გაკეთებული იმისთვის, რომ იგივე თავიანთ, ასე ვთქვათ, ხარდამჭერი ცოტა ცუდი სიტყვა, მე მგონი ასეთი ადამიანი აღარ არსებობს. ალბათ მათი კონტროლირებადი საზოგადოება აჩვენოს, რომ ანუ აი როგორ ელაპარაკება ევროპელი. თუმცა მე ეჭვება ეს საზოგადოება ინგლისურად მაგტესტებს. ხო, არის ქართულშიც შესაძლოა. ალბათ უფრო ამათი არაღიარებულობის ნაწილში დაპირისპირებულ დამცირების ცდელობა არის, ხო? შესაძლოა. ну ახლა თვითონ შინაარსზე და ტონზე თუ გადავალთ, მე მგონი ცხადია, რომ ეს არის ჩვეულებრივი თავხედური წერილი. ხა რაღაც ამონარიდები შემიძლია წავიკითხო რამოდენიმე ისეთია, რომ საერთოდ რაღაცა ასე ვთქვათ, ეხლა დიპლომატიის აკადემიის ხო ხსნიან ეგენ? ხო, იმის ქრესტომატიაში შევა. კი, ნამდვილად შევა. მარგალიტებად. ну რამოდენიმე ელემენტია, ასე რომელიც ასევე მიანიშნებს, რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას რა უნდა ევროკავშირისგან და პირდაპირ არის რამდენიმე ნიშნება, რომ მაგალითად ერთ-ერთ აბზაცში, მესამე აბზაცში ბატონი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ხო, ნამდვილად ესეა, ქართულ ოცნებას არ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, იმიტომ რომ სხვანაირი ინტეგრაცია ევროკავშირში არ არსებობს. ანუ ფორმალური ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსი, რომელიც აქვს საქართველოს, ეს არის ფორმალური სტატუსი და მანამდე რაც აქვს მიღებული, ისიც ფორმალური სტატუსია და არაფორმალური გაწევრიანება, ასეთ მე არ ვიცი, არ გამიგია ჯერ არაფერი ეგეთი. ასევე ბევრი ისეთი რამეა, რომელიც ან მიანიშნებს იმაზე, რომ ან ბატონ კობახიძეს არ ესმის ევროკავშირის არსი, ან ესმის და ნუ პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას, აქ წერს ესეთ რაღაცას, რომ ევროკავშირი საერთო ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არ ეკუთვნის ერთ ლიდერს ან ბიუროკრატს ან იმას, ეკუთვნის ევროპელ ხალხს და ქართულ ხალხს. ანუ ევროკავშირი. ბატონ კობახიძეს შემიძლია უთხრა, რომ ევროკავშირი არის მკვეთრად რეგულირებადი და არათავისუფალი, არაღია სივრცე. ის არის ღია სივრცე მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის. ის ნაწილობრივ ღია სივრცეა სხვა ქვეყნებისთვის და ეს ნაწილობრივ გაღება ხდება იმის მიხედვით, ეს ქვეყანა როგორ ასრულებს კრიტერიუმებს და რამდენად იმსახურებს. აი საქართველოს შემთხვევაში ეს სივრცე ნაწილობრივ გაიღო უვიზო მიმოსვლის ან თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტში. და სინამდვილეში საქართველოსი არ არის ევროკავშირი. საქართველოსი გახდება ევროკავშირი და საქართველოს მოქალაქეების, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
ხო, ასე რომ ეს არის უბრალოდ ტყუილი, უამრავი ტყუილი აქვს. კიდევ ერთი ამონარიდი მინდა რომ წავიკითხო ნამდვილად, იმიტომ რომ ეს უკვე აი ცდება ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს. ასე ვთქვათ, კითხვა რაში მდგომარეობს ახლა, ასე კომახიძე უბნება ევროკავშირის ლიდერებს, როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ? სად მიყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობის შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება. ანუ ეს ყველაფერი ერთად თურმე თავს დაატყდა დანიას, მანამდე შვედეთს, მანამდე გერმანიას. სხვაშორის დანია ანტიიმიგრაციული პოლიტიკის ყველაზე კონსერვატორული ხაზის გამტარებელი არის. და ოღონდ აქ კი არ გაჩერდა ბატონი კობახიძე. შემდეგ არის რიტორიული კითხვა, როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების, განვითარების, დემოკრატიის მაღალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და გვიპასუხეთ, ეხლა საითკენ მიყავს ამ გზას ევროკავშირი. ეს მიშა მშვილდაძეს მინდა მიმართო, რომ ეს წერილი აუცილებლად გამოიყენოს თავის შაბათის შოუში, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური მასალა იუმორისტული. ანუ ეს რომ მართლა სასაცილო იყოს მხოლოდ აი ხა რატომ არ არის სასაცილო? აი რატომ არ არის სასაცილო? დავიწყოთ იქითკენ, რომ ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც გაიხსნა უკრაინელი ხალხის გმირობის და პუტინის სისულელის გამო, ყოველთვის ღია ვერ იქნება და ეს ფანჯარა იხურება. და ჩვენ ამას თუ ძალიან სერიოზულად არ შევხედეთ, აი ესე ჩავგივლის ეს მატარებელი, აი ამ სიცილ კისკისში და კობახიძის დაცინვაში, სინამდვილეში და ეს ყველაფერი მართლაც არ არის სასაცილო. და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ანუ რისთვისაც არის ეს წერილი სერიოზულად განკუთვნილი, რომ რაღაც საკუთარ კონტროლირებად საზოგადოებას რაღაცა დააჯეროს, მე მინდა ამ ხალხს ვკითხო ასეთი რამე, რომ ესე იგი თვითონ კობახიძემ რაც თქვა, რომ ესე იგი უყურა კადრებს დანიაში როგორ არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრაციას, აღშფოთდა, შემდეგ წავიდა გაიარა კონსულტაცია თავის მინისტრებთან, როგორც თვითონ ამბობს, მე პარტიაში გაიარა კონსულტაცია და მე ადგა და დაწერა ეს წერილი, ან დააწერინა როგორც არის და რადგანაც ევროპამ გაწყვიტა, რომ ამავე წერილში წერია, გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოსთან, სხვა გზა არ ქონდა და ღია წერილის ფორმა მისცა. და ეხლა მე რა მაინტერესებს, რომ ანუ მარტო კობახიძეს და მარტო საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებას რატომ მოუვიდა ეს აზრი? ევროკავშირში არის 27 სახელმწიფო. გარდა მაგისა არის 9 კანდიდატი ქვეყანა. საქართველოს გარდა 8 კანდიდატი ქვეყანა. შევამოწმე ძალიან ასე ვთქვათ სკრუპულოზულად რა და 67 ქვეყნიდან არავის მსგავსი იდეა არ მოსულია. და არც კანდიდატი ქვეყნებიდან საქართველოს გარდა მსგავსი იდეა არავის მოსულია. ძალიან არასწორი ხო და აი რატომ მაინდა კობახიძეს მარტივად თქვა თქვენთვის ან ტასის გვერდი გაგეშალათ ან კანდიდატებზე მაქვს ლაპარაკი. გავიგე და არასწორი მიმართულებით ეძებდით თქო. შეგიძლიათ იქ უბრალოდ აკრიფოთ ეს რუსულენოვანები და პირდაპირ ნახავთ, ესე იგი ზახაროვათი დაწყებული, დანარჩენი, მედვედევი ხსნის ხოლმე და მე მოყვება ეს დანარჩენები, ზუსტად ანალოგიური ბრალდებები, ზუსტად იგივე მიმართულებით, ინტენსივობითაც და ასე შემდეგ, ხო? მე მაინც მინდა კითხოთ შეტევების ეს ინტენსიურობა რაღაცთ არის განპირობებული, ამიტომ ბოლო ნაწილში მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის ეს, იმიტომ რომ თითქოს იყო გარკვეული მცდელობა, ხო, რაღაც ვერსიები, ვარაუდები გამოითქმებოდა, მათ შორის აი სელენსკის ინიციატივის საპასუხოდ ამად რა შეიძლებოდათ მოეთხოვათ, რომ მისი ავტორიტეტი გამოყენებული ყოფილიყო რაღაცის სანაცვლოდ დაუშვათ ევროპელ ლიდერებთან ამათი კომუნიკაციის, როგორც მინიმუმ არხის აღსადგენა და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა უყურებთ სურათს სასოწარკვეთილი ოცნების ლიდერების, რომლებსაც უკვე აღარჯერათ თეორიული შანსისაც კი, რომ რაღაც სასაუბრო ფორმატი შეიძლება ან აღდგეს, ან გაიხსნას ევროპასთან მიმართებაში. ეს ასია თუ რამე სხვა შეიძლება იყოს, რის გამოც აი ესეთ ვერ ვიტყვით რომ აქამდე თავშეკავებულები იყვნენ, მაგრამ ის რომ ხა პრემიერ-მინისტრი დადგება ბრიფინგზე და ასეთ რაღაცებზე იწყებს ლაპარაკს.
ну აი პაპუაშვილი კაი გავიგეთ რომ მედვედევის როლი ქონდა გარკვეულწილად და მთავარი როლის ასრულებდა მეტნეკლები წარმატებით, მაგრამ აი ღარიბაშვილის დროსაც კი და თვით კობახიძის დროსაც კი პრემიერის თანამდებობა მაინც ნარჩუნდებოდა რაღაცა იმისთვის რომ მას მერე შესაძლებლობა ჰქონოდა რაღაც საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობის ამ ხალხისთვის ხელი ჩამორთმევაში და ასე შემდეგ. ნუ თუ ასე იმედგადაწურულად აღვწევ. ხო, მე მგონი აქ არის ორი მთავარი კომპონენტი, რის გამოც ეს კომუნიკაცია შედგა ჩემი აზრით. პირველი არის თუ დავაკვირდებით ქართული ოცნების მხრიდან მთავარი გზავნილები, რომელიც მიდიოდა ევროკავშირისკენ იყო ასეთი, რომ ანუ წარმოიდგინეთ საქართველოს არის ახალი აზერბაიჯანი, ოღონდ ნავთობისა და გაზის გარეშე. მიგვიღეთ როგორც ახალი აზერბაიჯანი და გავაგრძელოთ ურთიერთობა, პრაგმატული, ტრანზაქციული ურთიერთობა, რაღაც დიდი პროექტები, რომლებიც გაინტერესებთ იმაში ჩავერთვებით, მაგრამ საქართველოში რა მოხდება რაფორმით, როგორ დაივიწყეთ დემოკრატია, დაივიწყეთ არჩევნები, ამ ტიპის ურთიერთობა თუ გაინტერესებთ, აგერავართ ბატონო ღია ვართ. სხვა მხრივ ჩვენ აღარც წევრობა გვაინტერესებს, აღარც და მეტი დაახლოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო ძირითადი გზავნილები, რაც მიდიოდა ქართული ოცნების. ანუ დაკავშირებადობა ტერმინი ჩვენს გაშრში არ არსებობს. აი ეს ამბავი იყო კი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეხა სხვა მე ასე არ მაქვს რაზეც დავეყრდნი კონკრეტული განცხადება ან რაღაცა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ტიპის ურთიერთობა ესე რომ საქართველოს ჩამოეხსნას ევროკავშირი თქვას, რომ აღარ ხართ არც კანდიდატი, აღარც არავინ აღარ გვაინტერესებს ქართული დემოკრატია, საქართველოში ადამიანის უფლებები ეს ასე ვთქვათ, ასეთი შეთანხმება ვერ შედგა. იქიდან როგორც ჩანს არის გზავნილი, რომ ეს ამბავი ასე არ გამოვა და შესაბამისად ეხა გადადიან ქართული ოცნების მხრიდან შეტევაზე, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ცუდი ამბავი, როცა გახდება ასე ვთქვათ, ცნობილი უფრო ფართო საზოგადოებისთვის, ამათმა შექმნა რაღაცა ტიპის ქარიშხალი, რომ აი რაღაც ეს ერთი. მეორე, კონკრეტულად აქ საინტერესოა, რომ აი რატომ მაგალითად დანია, რატო გერმანია, ხო რატო შვედეთს მიახტნენ თავის დროზე და რატო არა მაგალითად საბერძნეთი ან თუ გინდა საფრანგეთი, ხო? აქ მაინც მგონია, რომ ჩრდილო ევროპა ბევრად უფრო პრინციპულია აი ამ მიმართულებით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების მიმართულებით, მათი განცხადებებიც და ასე შემდეგ არის უფრო მკაცრი და შესაბამისად ძალიან ჩვეულებრივი, მოდი ვთქვა, ქურდული თუ მაფიოზური გაგების ამბავში ცდილობენ უპასუხონ, ასე ვთქვათ, აგრესიულად იმ ქვეყნებს, საიდანაც მოდის ძირითადი აქტიურობა. ალბათ ამასთან არის ეს კავშირში და ნუ კიდევ რა შეიძლება ითქვას, ხა რეალურად, რომ შესაძლოა, ესეც ჩემი ვარაუდია, რომ რადგან ორბანი აღარ არის უკვე პრემიერ-მინისტრი და ევროპულ საბჭოში შესაძლოა უფრო ადვილად შეიკრას ერთიანობა სანქციებთან მიმართებაში, იგივე ტელევიზიები იქნება ეს პროპაგანდისტული თუ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, შესაძლოა ეს სანქციებიც მოდიოდეს და ეს იყოს რაღაცა წინა გაბრძოლება თუ რაღაც შეიძლება დავარქვათ. გაფართალება გვქონდა. მადლობა გიორგი და გემშვიდობები, გიორგი რუხაძე თავის მოსაზრებებს გვიზიარებდა.